გამარჯობა მეგობრებო, წავედით მე და ემა ექიმთან, რაიმე ნერვიულობ, ნერვიულობ, იმედიანი ღმერთით მეტყვის, რომ გამიკეთდება ოპერაცია. ყველაფერი იქნება კარგი. შემპირშაქარი დაო. ცოტა ადრე მოვედით მეგობრებო, ველოდებით ახლა დრო მოვიდეს და შევიდეთ. აი აქ არის ჩემი კლინიკა. მოიც კარგად დაგანახებთ. აი ეს კლინიკა არის მეგობრებო, Focus Clinic. ველოდებით მე და ჩემი და ექიმს. ოსაცდელში მოკლედ ჭკვაზე არა ვარ, ხმართ ეს წარბზე რომ ჭირს. ვაი იმედი არის მეტყვის რომ კი შეიძლება გაკეთება. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება. ეხლა ყველაფერით იყავი, რაღაც მოვა თვალში. დარჩი მანდ, წინ იყურე. No. Nothing? No. Sorry. Yes? No. TVD. მეგობრებო, ვესაუბრეთ ექიმს, მიკეთდება, ოღონდ მიკეთდება რაღაც სხვა ვერსია, რომელსაც გაჭრა არ ჭირდება, ხო? ვერსია არის. ხო. და ჯდება 3000 ევრო, 2900 რაღაც ევრო ჯდება, მოკლედ ორივე თვალი და შეიძლება კიდე რაღაც დამატებითი გადასახადი იყოს. აი ეხა ველოდები, 1 საათი უნდა დაველოდო, დამატებითი ანალიზები გამიკეთენ, რაღაც ჩამაწვეთენ თვალში. ხო და მე კიდე მეტყვიან რამ დამატებითი თუ იქნება, მოკლედ გადასახადი ერთი სიტყვით და დროს მომცემენ, როდის იქნება ოპერაცია. მოკლედ სახში რომ მივალ, უფრო რაღაც ვეცდები ახსნა კარგად ყველაფერი. ეხლა მე და ჩემი და მივდივართ, უნდა ვჭამოთ რაღაცა, თორე შეგვიწუხდება გულში მშვიდისგან. ვამე ვეღარაფერს ვეღარ ხედა. ჰა? ვეღარაფერს ვეღარ ხედა. ვაი მეგობრებო. დიდი გუგები მაქვს. ვაი მისაშინელე. ვაი მე ეს გასინჯა ერთი რა. ვამე ეს მუთელას მახული ყოფილა სამ. ვამე ვეღარ ხედავ საერთოდ ხალხს, ნო. ძალიან გემრიელი მაფინია. ვაი მიდიდა. მეგობრებო, მოვედით სახში. თვალებზე შეხედეთ რა მჭირს. ვაიმე ღმერთო. თვალის გუგები რა დღეში მაქვს. მოკლედ მეგობრებო, 8 მაისს დამინიშნენ ოპერაცია. რომელ საათზე არის? პირველ საათზე, ხო, დაახლოებით ეგრე. ესე იგი 3 წუთი ერთ თვალში, 3 წუთი მეორე თვალში იქნება ოპერაცია. მე მეორე დღეს კიდე უნდა მივიდე და მე კიდე რამდენი ხანში უნდა მივიდე? 5 დღეში. კონტროლზე და კიდე 6 დღეში და ერთკვირიანი დასვენება მიწევს. ფასი ჯდება 2750 ევრო ორივე თვალი. მე უფრო მეტი მეგონა საიტზე 3750 ეწერა, მაგრამ ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ჩემ თვალს ეს ჭირდება ეს ოპერაცია, რომელიც ღირს 2750 ევრო და ვაიმე მეგობრებო, რეები არ გამაკეთებინენ. ანუ აი ჩემო კარგებო და 2750 ევრო ორივე თვალი, ჩემო სიხარულებო. ესენი წესები და რაღაცეები არ კიდე ხელის მოწერა არის, რომელიც უნდა მივიტანო ოპერაციის დღეს. ესენი განმეორებითი მისვლები არის ოპერაციის მერე, ანუ კონტროლზე მისვლა არის. ხო. მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ მეგობრებო და ერთი სული მაქვს, როდის მოვა 8 მაისი. ღმერთო ჩემო. უღრმესი მადლობა ემას, რომ ესე ჩემს გამო იწვალა, გამომყვა, მელოდა და მოკლედ ერთი ამბები იყო. უღრმესი მადლობა ასევე თქვენ ჩემო კარგებო და შემოგევლეთ გულში. ნახევრად ვარ გათიშული, თან გულში მთელი ღამე არ დამეძინა. თან ეს წვეთები რო ჩამასხენ თვალში, თან სტრესი. ვაიმე ექიმი ისეთი თბილი არის, ესეთი კარგი კაცი არის. ძალიან კარგი ადამიანი არის. თან რომ მითხრა გაკეთდება ოპერაცია, ვაიმე ვერც გამოვხადე იმ წუთში ემოციები. მაგრამ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ მართლა.
საღამოს მეგობრებო მექნება ლაივი მეორე TikTok-ზე. ევროპის დროით 8 საათზე, საქართველოს დროით 10 საათზე და თქვენი იმედი მაქვს ამ ოცნების ახდენაში, ჩემო სიყვარულებო და ჩემო სიხარულებო. გაკოცეთ ძალიან ბევრი. წავედი მეგობრებო, ძალიან ნერვიულო. იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა. ყველაფერი კარგად ჩაივლის და კმაყოფილი დავრჩები ამ ოპერაციით. ძალიან ნერვიულობ. ცოტა ადრე მოვედი, ჩემო კარგებო, ეხლა ცოტა გავისეირნებთ, გამოვისეირნებთ და შემდეგ შევალთ შიგნით. ეხლა ცოტა მეჩინია კი. ნუ გეჩინი. ეხლა ცოტა იმათ აღარ ნერვიულობ, მაგრამ მაინც ხო რაღაცნაირად ვარ. იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება. მე როგორც მინდა ისე. ახლა ნერვიული რო შემოვედი. აი ცოტა მეჩინია. ნუ გეჩინი. რაო, რა წერია? What you see is what they get off. ანუ რაფერი კაი ხარო. გამოვედი მეგობრებო, ეხლა თითქმის ძალიან ვერაფერს ვერ ხედავ. რავი, ძალიან ისე ვარ რაღაცნაირად. შეგრძნება რა იყო ოპერაციაზე გეტყვით, გული გამისკდა, მართლა. ანუ დეტალურად მერე მოგიყვებით მართლა, იმიტომ რომ ცოტა ვერავარ ჯერ. რომ იქნები კარგად, დეტალურად მოგიყვებით რაღაცებს. ანუ ეს სვარჩიკის სათვალე უნდა მეკეთოს ხვალდილამდე. ხვალდილით კიდე უნდა მოვიდე კონტროლზე ექიმთან. ეხლა ვერ ხედავ კარგად მეგობრებო. რაღაც უცნაურად ხედავ ყველაფერს. თვალში რაღაცები მერჭობა თითქოს, მეწვის თვალები. და 4 დღეში ვნახავ შედეგს. ხვალდილამდე სათვალე უნდა მეკეთოს ძილშიც კი. დაძინებით როგორაც კი ესე დაიძინო, შეგიძლია გვერდად დაცადო, თავი არ არის პრობლემა. თვითონ ლაზერი ვერ ვიგრძენი, მაგრამ ლაზერამდე რაღაცეები რო გამიკეთენ თვალზე, ეგ იყო რაღაც საშინელი დასანახი. და თვალები რო გამიკავე და ვერცად ვერ მიმქონდა ეს თვალები, რა უცნაურ რაღაცებს ხედავ, თითქოს სადღაც კოსმოსში ვიყავით გადავარდნილი თავით. მოკლედ მართლა ძალიან უცნაური იყო და ძალიან შემეშინდა, მაგრამ აი რეალურად საერთოდ ვერაფერი ვერ ვიგრძენი. უბრალოდ აი ოპერაციის დროს წვეთებს მასხავდნენ ხოლმე და აი მაგის ძალიან შემეშინდა რომ ესწრებოდა წვეთები ზემოდან. მოკლედ ერთ სიტყვით მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას ჩემო ტყუილებო, თქვენი დამსახურებით ავიხდინე ეს ოცნება და 4-5 დღეში ვიქნები სულ სხვა ადამიანი. ვაიმე ზორო ანუ ზოროს სათვალე მიკეთია, ასეთაც არ გადავაგდებ ხოლმე, ამით ვიბლი ქუჩაში. ხომ როგორ მერჭობა თვალებს რაღაცეები. Il leggendario zoo. ექიმთან მოვედი მეგობრებო კონტროლს და შეხედეთ. კოჩუსტებით წამოვსულ ვარ. კაი მე ბრუტიანი ვარ, შენ ბრუტიანი ხარ? დედარა. Špioniro golubiro. Jebeni golub kojeg šalje vlada u javnost. არ ვიცი, ჩემი ორგანიზმი არის ესეთი თუ რაში არის საქმე. მე ყველაფერი რთულად გადამაქვს, მოკლედ შუა ღამემდე გავიერე ჯოჯოხეთ, რასაც ქვია მარჯვენა თვალი ისე მტკიოდა. ვიცრემრიანდებოდა. და შუა ღამის მერე ჩამიწყნარდა, ხე უკეთესად ამაქვს, რა შედარება არის. აი მე არ ვიცი რა. ჯანმრთელობისა კარგად ყოფნის ფასი არაფერი არ არის დედამიწის ზურგზე.
ჩემი ახალი სათვალე მეგობრებო. დღესით ეს უნდა გავიკეთო და ის მეორე ღამე მხოლოდ 3 ღამე ხო? და მე ვსეო. ეს ჩემი თვალები. საერთოდ ყოფა გაკეთებული სარაფერი. ეს მაგალითად ჯერ ხედავ კარგად. ოდნავ უკეთესად ხედავ როგორც ხედავთ. დღესაც გექნება დისკომფორტია. სასწაული. აი დამაკუდა სათვალე. მეოთხე დღეა გოგოებო თავი არ დამიბანია არც სახე. ექიმ ამიკრძალა. არ შეიძლება თვალში რომ ჩავიდეს წყალი. მაგრამ მაინც რაფერი კაი ვარ. ჯვარი წერია. არ ნორმალური. რა გინდა? თამაში გინდა? აი უხარია მეგობრებო რა ქნა დოულაიქეთ. დოულაიქეთ ვიცხა. ვითომ აქანი არ არის. ტრაგედია გამოდებული ეგე. აი მეგობრობა და სოლიდარობა ვარდე კარგოს არსა. არდე კარგოს არსა ტრაგედია. მარეცხიებს მე აგერ წუჭებს. რა ჩუსტებით არისო. რა ჩუსტებით არის. თაგეია ხარ ჩუსტები. ხარჯის უგაჟებრა. იქეცია. აი მაიონეზი თუ არ ჭამდი ამდენს ატვაკეთებდი. ჭადი და ყველი გადასასვლელი კი ჩემო კარგო. ჭადი და ყველას და ყველაფერი გადავსასვლე. გამოვკეთე არ დავეძებ არაფერს. არც ჭადი მინდა არც ყველი. მაგრამ ახლა უცნაური იყო ეგ ოპერაცია ღმერთო. გადა 100 კაცი გემექცა ლაივიდან. შეგამოგერ ვაწრებინებდი ვინას. შეგერდოს მადლობა ნათუკა. გაქვს გაკეთებული ეს ოპერაცია? კარგად, მაი შერავა ხარ. დაძინების გარეშე? ხო, აბა. არ ჭირდება მას დაძინება. თვითონ ოპერაცია არის რეალურად ლაზერით 13 წამიანი. მომზადების პროცესი არის. Facebook-ზე დავდე ლინკი ვიდეოს ქვეშ. ჩემი თვალის ოპერაციის. მადლობა ნათუკა. ისე მეც ვერ უყურე კარგად. კარგად რომ გამომიხედები უყურებ მე. მაგრამ ცუდი სანახავი არის. ანუ შემეშინდა ძალიან, ხვდებით? ჯერ ჩემამდე ვიღაცა გოგო იყო შესულ და რაღაც საშინელი ხმები გამოდიოდა ლაზერის. და თურმე გვერდზე ოთახში ყოფილა. მე შემიყვანეს შიგნით დამაწვინენ. შემეშინდა რა, ძალიან შემეშინდა და შიშარა ვარ ეგეთ რაღაცებში. ტკივნეული არ არის საერთოდ, მაგრამ ნუ
გრძნობ რაღაცებს რომ გადებენ გაცლიან ანუ არასასიამოვნოა რა და გეშინია არასასიამოვნო პროცედურა არის წუგუში ძამტკიო და რავი ხალხმა თქვა აქ თქვენ არ ტკიოდაო და მე ძამტკიოდ მარჯვენა თვალი ხედავდა როგორი გააქვს ანუ მიდის და მოდის აი ხა მაგათაც დღისით კაი მქონდა მანქანის ნომრებს ვერ ვარჩევ ოღონდ მე ისევ წავიდა გამიუარეს და მე ისევ ცოტა ხანი კარგად მქონდა მე ისევ გამიუარეს და ხოდა ასე მოკლედ 4-5 დღე მომიწევს ლოდინი მადლობა მოგარდო ეგი უბერავს მისთვის მიზა ურიგინებს მისტიკიებში არის ჩემი მომვლელი ვერ გევიგე ყველა ძიხარც ისედაც ივანი რო შემოიმერე მე იმიტაციას შენ იმიტაციას აკეთებ ზო ხო და კაი მომლელია კუიკი აი რა სინატრებ უკეთეს ისე მაღაზიაში წავა გაგიკეთებს მაგრამ დალაგებე ნამეტანი ნირია ხადაი მერა მივაჩვე მივაჩვე აუცილებლად ვაიმე გუშინდა დღეს ხალხო ტაქში დავხარჯე რამდენი გადავიხადე გუშინ 32-35 თუ რაღაც ანუ კაი 130-140 ევრო დავხარჯე გუშინდა დღეს მარტო ტაქსში ოი დედაი მე არ ვიცოდი დღესაც არ მახსოვდა თორე წინასწარ მოემზადებოდი დაკლია ვინც ხარ შვილო სამსახურში რაფერ წავალ ქალმა ოპერაცია გევიკეთე ხვეთო მიშველეთ ოპერაცია გევიკეთე ძლივს ვიხედებ თორე ვის სამსახურში რაფერ ვიყო ხოლმე დაფიქრდე რას მეკითხები რატო ხოთაო მერტო შეიძლება ერთვინი ნორმალური გამაცნო ხოშება იმე ნორმალური გევიცნო იჟების მაგნიტი ვარ დალეცა რაც ხარ კომოწე თუ კი გაწვეთე ამასაც ნივრისწონი ყველაფერსაც ნივრისწონი ავქოთდი ძაღლი
სახლში. Ივანე არ მორჩი სამსახურს. მთელი დღე იცის ხალხო. რაზე არ ვიცი. მართლა გეუბნებით. ასე იცინი თედო გავხედავ ხოლმე რაზე იცის ერთი. არც გეტყვის. დაბოლილია. ჩემხევით მოსაწევს ეწევიან და იგი ბოლდება. ფანჯარაში რა მოდის სუნი. კარგად ანა შეგორა ხარ მადლობა. რა გიჟეთ მე მგონი მალეო. უიო ამას გავაგიჟე. გაიკეთე ოპერაციაო. გავიკეთე, პაპა ზის გამო ხარ მიკეთია ხა ესა თვალე. დედა რა დეილია, პეტო აღარ დაგინდა ხო ახლა გამე გააკეთო. ვაიმე დედა ვერ გამოვლია ჭურჭელი. კივაკიდე კი მე ხა დამეწყო მარჯვენა, მაგრამ გუში რომ ფტია და ისე არა. პეტო რა გეტაკა დედა ხო ხარ კარგად. რატო ხარ დედა აჟიტირებული? ჰა? ბელგიაში ხარ გამაყუჩებული ახშული მაინც სვა მაგრამ მაინც ისე არის. ლიან ალბათ იმასთან ხარია გამივლის. 48 საათია მითხრა და ნახოთ აბა. აიქნება 48 საათი. აუ სიმალე რა ფერ მორჩი ვიდეო და დავადები თავი და 10-ზე წამოვედი რომელიც საათზე მომთავრებდი. რა შაობი? უჭას ხავშე მოდი ხავდა. დევდი ვარ სახლში. აჰა, ნახე რა კაი ადგილია. გამხედე. ძალიან ლამაზია. რა შოვი გო? აი ვიქცევ ხა. ოჯახის ქალი. გუშე რატო რეცხავ? პეტო რატო არ რეცხავს? აი რა შველი. ამის დაიწყო მე დავეცხო. აი ვიღანა. მომ სპეციალურად რატო აბიშნერვე? Hadi mi gel? Specialურად და რა გინდა რომ მათი მაგაზე. სპეციალურად მიშლის ნერვებს. ვი? ეგი.
ლაშუნე. ოჰ. როგორ ხარსელე, არა მიშორჩო, შეგორა. Har gamiliya. ალხო. Hare meta. რაზე მეშლება ნერვები, ვიცი? Raze. ირაჩი, ანუ ძალიან ბევრი მწერს. ირაჩი რა შემოდი და მეც დამირტყი, მეც დღეს თამაში მაქვს, მე დამირტყი დღეს. საერთოდ ტიპს რო არ ვიცნობ, არც ერთს არ ვიცნობ. შემოდი და მწერენ და შემოდი და დამირტყო. მე დონატორი ხარ ვერ მეთქი, ანუ ერთხელ თუ რაღაც დაგირტყი, ანუ გამისწორდა იმ მომენტში და დაგირტყი, კაცო, ანუ რას მავალდებულებ ხო მე შემოვიდე შენთან და დაგირტყა, რომელი დონატორი მე ვარ. ხალხო მე არ ვითხოვ არაფერს უკან, ანუ რათაც ვარტყამ. უკან არ ვითხოვ და თქვენს ნუ მთხოვთ, ანუ Viktor, იმარა. რა ვაფშე არ ვიცი ხალო, 20 კაცმა მომწერა შემოდი დამირტყი. რატონჩი უნდა დაგირტყა, ანუ Rafta. ეტო Აშობა. თან როგორ წერენ იცი, ანუ დღეს საღამოს თამაში მაქვს, შენი იმედი მქონდეს, ანუ ჩემ მივიდეში რა უნდა მქონდეს, საერთოდ არ გიცნობ, ანუ ვაფშე არ ვიცნობ ვინა ტიპის საერთოდ რავი, ანუ გართმაში არ ვარ ვინ არის რავი. მაგნაირებს უფრო აფასებენ. ბატონი იცით ხო? დონატორი მე დონატორი არ ვარ. იახა სადმე დაჯექი. მაცადე მივიდე ჩემთან. სუდი ხმაი რო ისმის მაგდო გარვის მე ხალხი. ხალხ მივიდე დავჯდე მაცადე. ამათ ხა 150 კაც გამიქცია. უი. არა, ბოდიში 100 კაც გავაბუქე. გადიქცია, იმიტომ რომ ჭურჭელს ვეცხავ და არ აქვს ყურადღებას ხალხს და ჭურჭელი გაიცოდა მე რას და ჩამეთე და გაორმაგებული იყო ხმა და წიოდა ტელეფონი. ქეთის გუში გაუგზავნა სამჯერ დამატება თუ გუში თუ გუში წინის წინ. ხოდა ლაივში რო ხარ უნდა ისაუბრო. თუ არ ისაუბრე, შენი სახის სანახავად ვინმე არ შემოვა. უნდა ისაუბრო რაღაცაზე. აბა, მასეთი არა. ირა ჩუმათა. და მაცადე დავჯდა. ვითვერნა. დავჯდა მაცადე.
ხალ მივიდე ის ჩემს ადგილზე სადაც ვждები სულ. შენი ადგილი რატო არის? მეიცად დაკავებული მაქვს ხელი ვინ დაჯექცე ვითამაშოთ წესიერად. ოკეი. ესეო ჩაიარა, კარგად შემოკარგო. მადლობა, ასე თავს რომ ხრი არ გეტყვეს თვალი რომ აუ ხო არ შეიძლება და აპრაუხნა ხო. მე არ შემიძლია ეს ამდენი წელი ვერ დავიწვინებ. მაგალითად, აი სანახაობა იქნება. მაგრამ თუ გაბიტანა აი სანახაობა იქნება. ფარი არის თქვენთან? კი, ძალიან ცივა. ხოზე მაგითო ძალიან ხრიცინია. მოიცა დავჯდები და აღარ იხარ. ცოტა ცხავხა დავჯდები. ანუ ზოგადად ლია დაიხარე ჩემო რომელიც მადლობა. აი მე ისე მე ახლა დამის გუშინ დაჯექი რომ მეუნები დაჯექი შენგანაც ყეხმაური გამორია. შენგან ხრიცინი არის. ოკეი. სამივედი აგებია ხა. მარი არამიშავ შეგორა ხარ. ჟან არამიშავ შეგორა ხარ ჩემი. მაჯილა თვალი დღესაც მაჭირე. არა 48 საათი. კარგად იქნება. ანუ რა ვერ გევიდა მე 50. ბავშვებს კარგად. ხრიწნეთ კიდე? არა. უიკი. ნუ ხარია ხა ბუნებრივი არის იქნება ხო? მაგრამ იმენად აღარ როგორც დადიოდ. მოკალდა. ვერ ვიტან ერთ რაღაცას და ვერასდროს ვერ ავიტან ცხოვრებაში. როდესაც ჭურჭელს დაარეცხავ და დააწყობ ეგრეს სვერს. და არ დამშრალებ. მე ვაიმე. ტვიში მირტყავს, ოღო რატო არ ვიცი. მე გავწევ მაშინ თავს, ეგრე ვაკეთებ. მე ეგრე ვაკეთებ. ეგ არის ჩათვალე, რომ იგივე გასარეცხი არის, ეგ ჭიქადა ის თებში, თავი უნდა რომ გამოვიდა. გააჩნია რამდენ ის წყალში თუ რეცხავ, ხო, მათ წყალში ვრეცხავ. მე რა. და შენ რესტორნებში გონია ახლა ის ამშრალებენ და პირდაპირდებენ? სად? რესტორნებში. რესტორნში ჭურჭელში არის რეცხება? ურტელი ის დეცება, მაგრამ ის სველი, ანუ სველი არის
ხო, მაგრამ ჭიქების სველი არის და რჩება იქ, ანუ ზევოთ რომ ამოიტან, უნდა დააწყო და გაშრება მისით. ესე იგი საქართველოს ჯობია სერვისით გაქაურობას. აი მე საქართველოს ეგრეა. არ არის ეგრე. გაჩერდი ხალხო. მე რესტორანში მაქვს ნამუშევარი და არსად ეგრე არ ყოფილა. ახლა სამი რესტორანია საქართველოში თუ 100 და 1000-ობით და ესავე 10000-ობით. მე სადაც მუშაობ სამ რესტორანში არსად ეგრე არ. რომელი წლის უკან იმუშავე? 2007-2008. ეტო დაუწიე მაგ იმას რა ქვია, ჩემი ხმა რომ მე მესმის. არ მიყვარს შემოკარგო ეგრე ხა. რა თქმა უნდა, დაიწუნება უნდა გავწმინდო. მე ვერ შევინახავ ეგრე. თეფს და იმას. რაშე მე თეფშებს და ჭიქებს და ტილომა გადაფარებ. ჭიქით. ანუ მე არ შემიძლია ესე თქვა თორე რა თქმა უნდა მისახა ოჯახში რო არიან ბევრი წევრები რა თქმა უნდა ყოველ წუთში სადემასო დაწმინდა ჭურჭელს. მაგრამ მაინც დავი, ანუ მე ეს მირჩევი ყოველში ესე თulis სუფთად. რა თქმა უნდა კილოს სუფთა უნდა იყოს, რომ ამას სუნი არ დაწოვოთ იმაზე, რა ჭიქაზე რომ კვერცხის სუნი არ ადიოდეს ჭიქას. ანუ ეგეთი ის რაც არის, მაგას ესე რა კვერცხიანი და რაღაც ისეთი რასაც სუნი აქვს ხოლმე, მაგას იმენა ხეხავ. ხალხო მეც რესტორანში, ანუ რესტორანში რომ მუშაობ და ხო ვიცი როგორ ჭიქებს უშვებ ჩვენ. ანუ მე ჭიქას წმინდა, ანუ ვრეცხავ და მე ორთში იმაშვები, რა ქვია, სამსახურში. და ისევ წყალსაც და ყველაფერსაც. სადმე რესტორანში რომ მივდივარ, ჭიქას გავუხედავ ეს ზემოდან, თუ ლაქები აქვს რამე გამოჩნდება, ეგრევე გამოვაცლევინებ. მაშინ რა ვიცი ამის. ვაიმე, იმაზე უდევს რა ქვია, რაღაც ხეზე უდევს და მეორდება ჩემი ხმა. რა ხნა ჩემო ხერა შუაში არის ხმას. ანუ რაღაცაზე გიდევს და მაგიტომ მეორდება. ჩვენთან არაფერი არ მეორდება. ჩვენთან არ გამეორდება. ეგ აკეთებს ჯადოს. პეტო ვინმეს ჯადო გაუკეთე? სელინა როგორიც და ის ხალხი გადის დაჯექდან. რომ საკვებ ხალხი გადის. შრომელი სელენას არ არიან მიჩვეული ოჯახის ხალხი. შენ ლაივის მოღავს. მომისმინე არ არის. ლაივში უნდა ისაუბროს. ლაივში უნდა ისაუბროს. ხოდა რო არ არის სასაუბრო, არავინ არ დაგიჯდება შემოკარგო. იშვიათად ვინმე დაგიჯდეს და მოგისმინოს. ლაივს უყარს საუბარი, აბა მამის ბუღავი რა არის ახლა? ხო, რაზე უნდა გიყუროს მაშინ ადამიანმა? ანუ მიზეზი ვის უნდა გიყუროს? ხო, უნდა ისაუბრო. აები ვარ და მაგიტომ. კონტაქტური უნდა იყოს. რომც არ შეგეკითხონ რამე, შენ უნდა მოყვე მაინც რამე, ხდები? აი, რომც არავის რა მოუყვე გითხარი რაღაცა რა გამოვიდა შენ და მე. არა, მე შენ კი არ გეუბნები, ზოგადად. ნო, აქ TikTok-ს live უნდა საუბარი. რო ხედავს ადამიანები და მოწყენილი TikTok-ი არის და ისეთი უყურებო გადადის და უკეთეს უყურებს. ხდები, სადაც ქართული ერთობიან რაღაც ამასები ლაპარაკობენ. მე ეს სტრიმერებით მოვხოდა ოთახს და დავждები და ვილაპარაკო. თუნდაც არ ქონდეს მოხდები სტრიმერებით, უნდა ისაუბრო. აუცილებლად. მოყოშენი გროზობის ისტორიები.
მაგალითად როგორ საინტერესო ჩემი ბოზობის ისტორიები დაწერეთ აბა. როგორ აგიცდა პირველად ფეხი ცხოვრებაში. დაწერეთ აბა ვის გაინტერესებს ჩემი ბოზობის ისტორიები. მე მაგალითად ქალიშვილობა დავყარდი ბოსტანში. ასაცილო არის იუანა. ჰა? აბა რა. ბოსტანში რამ დაგაკარგი? ქალიშვილობის დაკარგვა ბოსტანში. ბოსტანში რამ დაგაკარგია საერთოდ მაინც რა ცილეკავი. სვარი იყო, მივდიოდი ამიცდა ფეხი და შემთხვევით დავეცი კიტრზე. რაღაცია, ხე არ არის შესაძლებელი ეგრე? არა, რომელ კიტრზე? ჩაულებრივ კიტრზე, რასაც ვჭამთ. აი ხონდა. შენ რაზე დაეცი? აჰა, მიწერე რა გეიგო, მანახე ძუძუები გთხოვო. შენ რაზე დაეციო? პეტო გეკითხება. მე არაფერს ვერ ვაკეთებ. არაფერს დავსაბურავ პეტო. გებია. ხალ გაამთავრე გაძექი. ეს ძალიან როი მომეშალა მოკლედ რა, ანუ რაზე? რომ მომწევი, ანუ უცხო ადამიანების საერთოდ არ ვიცნობ. ანუ ისეთები მწერენ რა, ხო ხდები, ანუ საერთოდ შეხებაც რო არ მქონი, ანუ აი სადმე 100 ქოლის დროს რაღაცა ღამე რო იყო, რო შემხვდა რაღაცა 100 ქოინიანი საჩუქარი რაღაცა გაუგზავნე, ვიღაცას დაუშვათ 13 ვინი ქონდა და ეს 100 ქულით იგებდა და რაღაცა წამოვაგებინე და ხო ხდები რა, მე მწერენ და მწერენ. ქართველების 50-60% ხო როგორები არიან? თუ მიეცი, ესე იგი ვალდებული ხარ მეორეთაც მისცე. ხო, ანუ ხალხო მე თუ მიეცი, ესე იგი შეკეთილი კი არა, შენ ახარ დებილი ადამიანი და მაგიტო აძლევ და მაგიტო ცდილობენ მერე გამოყენებას. ეგრევე ვერასდროს ვერ გამომეყენებენ ზოგადად, ანუ როგორც არ ვიცნობდეს ასე მიწერე, დედა შედის მუტელით ხო? გააჯვი აქედან ხო? პირდაპირ დააგინე, დაამცირე, ისე როგორც საჭირო არის. მე ვუგზავნი, მე ვისაც ვიცნობ, ისანაც კარგად ვარ და რა მისწორდება, მეც მისწორდება, ხო ხდები ხანუ? მე მაჩვია ჩერჩეტად. ხო და ადამიანი რომელიც ჩერჩეტად თვლის, იმას დაამხო, კარგად დედის მუტელი თავის და მოუშვი. ხო, მაგრამ აი ესე უცხო ადამიანს როგორ დამიწერო რომ ის რა ქვია შენი იმედი მაქვს შემოაბად დეცაგამოს. მე შენო გიგზავნის საჩქრებს და შემოდი ჩემი ქმრის თამაშიო. შენ გავეღო გაკლია ცოტა. მიგზავნი მე დაგაძალე თუ რა გაგიკეთე. მიგზავნი ჩუქდი მაჩუკა თორა მოგიტყან დედის ტრაკი. შენ ქმარს მოუტყან დედის ტრაკი. პლეზე ამტირია შენი ქმარი. ის ნახოი მე უთხარი აქიდან ახლა. მე არ მიუხე მე ანუ მე მივწერო მე დონატორი არ ვარ და მე ნუ მავალდებულებო მე შენ სლაივში შემოვიდე საერთოდ არ გიცნობ ანუ საერთოდ არ ვიცი არა მაია უნდა დაუბრუნო სათვალე ნახეთ ვიდეო უყურე მაინც არის ვიდეო საშინელება არის აუ ხალხო ძალიან მართლა მე რო უყურე არა თვალები ამეწვა, ოღონდ მართლა. კი, მე ვუყურე. ასე ხდება მხედველობის სხვადასხვა პრობლემების ლაზერული კორექცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აფიქსირებენ ხუთუთოებს,
შემდეგ ქირურგი იღებს უთხელეს შრეს რქოვანა გარსისა, რადგან ქირურგს და უშუალოდ ამ ლაზერის აპარატს ჰქონდეთ მიდგომა იმ შრეზე, რომელიც უსწორმასწოროა და დასაკორექტირებელია. პაციენტი რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გრძნობს და თვალი გაყუჩებულია ამ პროცედურის დროს და აი როგორც ხედავთ ეს მაღალ სიხშირული ლაზერი უკვე მუშაობს იმ შრეზე, რომელიც უსწორმასწოროა, იწვევს შუქის არასწორ გარდატეხას ბადურაზე და საბოლოო ჯამში მხედველობის პრობლემას. და სულ ეს იყო. მორჩა ეს პროცედურა, საკმაოდ მოკლეხნიანი პროცედურაა, ქირურგი ახლა აბრუნებს იმ თხელ შრეს, რომელიც მან აიღო რქოვანიდან პროცედურის დასაწყისში და ბოლოს პაციენტი იღებს უბრალოდ ანტიბიოტიკის წვეთებს და უკვე რამდენიმე დღეში შეუძლია ამ პროცედურის შედეგი თვითონ ნახოს. მრავალი დამსახურებული ტრენინგები ჩაატარა. მეც კი ვისწავლე. რა ისწავლე? რა ისწავლე? ანუ ტრენინგებს უტარებს უცხოელებს. რა ისწავლე რა? ვერაფერი. მადლობა თენგო. დავის მე ინგლისური, ზანგები კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად თუ ცუდად, მაგრამ რა ვიცი, სწორად ლაპარაკობდა მგონი. მადლობა მირაიდა. ვაიმე, როდის გასწორდება ჩემი თვალები. მალე. აი ნომრებს ვერ ხედავ მანქანისას ახლა. არა ახლა გავუარესებინა. 3-4 ხო გითხრა. ამი ყველაფერს შევხედი ამ რაღაცას რომ მაცლი და თვალი და მე რო დამაფარა. როა მაცალა ყველაფერს სუფთად ხედავდი. და რო დამაფარა ისევე დაიბინდა. თითქოს კოსმოსში ვიყავი. ეტომაც გაიგეთ ოპერაცია თვალების რომ დაიარება. ანუ მიპადე ეშკებს ახლა მე მეგობრულად რომ მეც შესავით მინდა დავიტანჯო. გამოჩდი პეტროია, გამოჩდი. თან ერთნაირი თვალები მიგეთია. ხო თუ არა? ხო რაღაც ერთნაირია. ეს ძახე ბობო. მადლობა ლუ. მე ვარ პეტროი. Peto, picho. მეგობრებო, დამელაიქეთ. დღეს რაღაცა მეიკოჭდები უანა. ხო, დღეს რაღაც ვერ ვარ ხასიათზე ხალხო, ანუ 5 არა, რა გეუბნები. 5 რო არ გიგებს მაგიტო. არა, ისეს რაღაც ხასიათზე ვერ ვარ. დღეს უფროსმა მომიშალა ნერვები. ვაი, მე შეხედე. ბაბა. ბობო. მოძრა ბაღანა საწყალე. დე კუტუ გიჩა. Te kuto gichas. ხა? სხვა რა ვიცი. ეხლა უშაბათ თავი მინდოდა წამექცია და ცოტა გადავარ. ვაიმე დამეწვა გული, გადადი, დაუნპეტო შენ დავლაიქე ივანა. ხარმინდა რა. და ის რა ქვია? ხოდა ის რა ქვია? ხა გული რაღაც კონტრაქტს ხალ ვლაპარაკო პირში ნუ მიძრები. ვაიმე, კაი, გული დამეწვა. ეტო გთხოვ შედი დავლაიქე. გადაგაწი სახე. მოუკიდო სიგარეტი. რატო იმალები? დავლაიქეთ ხალხო 0 ქულა. 21 ქულამდე მომატებია. გადავედი დამეწვა. 6 ვინია. არა ხალხო მე მგონი 6 ვინია.
მეგობრებო, აგარახდა გარმოით უკან. გეყოფა. ტუტუცო. უმეჭრანები. აჰა, იქნება ახლა. ბაინი, გული. გაჩუმდი, ჰალო. წამოით. ახლა წამოითო. 3 დიხართ. დაგეშენებიდა. აუ მესიამონა ხარ. ტელეფონი არ აგიგრძელოთ, ხო? არ შეიძლება ეკრანზე ნახოს ყოფნა. ფილმს უყურებთ, ახლა თვალები ამოიწვა. ხო და შენ რომ დაისვენო და არ უყურო ეს რაღაც 3-4 დღე არ შეიძლება? არ უყურებ, კაცო, ამას შოუთე და ეგ ამას უყურებია ფილმების ნახვა. აბა რა საკეთებ მთელი დღე გახიცე? რასაკეთებ, ბობოიას აწვალებს. იცინის. კიდე რასაკეთებ? კიდო? საჭმელს აკეთებს. და მე შენ ალაგებ? ყავას აკეთებს. მადლობა ბიბი. ჩემთან მოდის კითხება. ნერვებს მიშლის პერიოდულად. იდე გუშინ კი ნაღამ გაიფინა წეხქვეშ სელენამ. ხრინავს ღამე. დღეს დავყიდი ვიდეოები. გუშინ რო ძის რა ქვია სელენამ გუშინ გაიკეთა ეს ოპერაცია და ამ ძალიან ტკიოდა. ეს პეტო ეკითხებოდა ყოველ 10 წუთში ტკივა და გაგიჟდა კიდე რა. ამინდა. გამსკდარია. ხო გამაგიჟე, გამიყვანა თქვი და მე გაგზავნე ვიყავდი. კიდე იმ დღეს გავღიზიანდი ბლანდების ოპერაციის მერე. ბობო, რატომ? არ ვიცი, ღიზიანდები ესეთ დროს, გაღიზიანებული და მინდა მოდი ბოლო ხელი და კაკას წავედი მეც. ხო და ამასთან შეუძლებელია, როცა პეტო გვეყავს უშვილეს წყნარე, იმიტომ რომ ეს სიცოცხლით სავსე. აცილე სულელი არქეზიასავით და არ დამეტი არაფერი. ბოლო ხელია ხალხო მომაგებინეთ ეს 7 ვინი. ვიტი მოვა ჩემი ავტობუსი. მეგობრებო, არ მოაგებიოთ. მეგობრებო, ბოლო ხელი მომაგებინოთ. მადლობა ბიბი. მეგობრებო, არ მოაგებიოთ. ახალი ოპერაციები ვარ. ბოლო ხელი მომაგებინოთ. ხო. მადლობა ბიბი. იმ დღეს წავედი და ველოდი 45 წუთი და მე იქაც გავიარე 15 წუთი და სხვა დღიდან წავედი. საწახვედი. ჩემი როცა დავიბანო. ეგ დავამიურთე დარსო. დაამიურთეს. დავიბანო. დარსო მომაგებინე. ვიდივინე წამომაგებინე. რაბოროტი ხარ ივანე. ნაოპერაციებ ხალხინდა ვინები წაარს, ხო? ხალხო წამარცევინეთ ვინები რა გჭირი ერთი. ბოლო ხელია. არ წაართ. 10 საჩუქარი მინდა. 10 საჩუქარი მინდა ხალხო. მაია. 10 საჩუქარი მინდა. მადლობა. ბიშლა ბიშლა. მე რომ ამღერე 10 საჩუქარი მინდა, 10 კოინი. ფერი. მადლობა.
მეგობრებო, ბოლო ხელია მომაგებილი, მოგებულები გაქვთ, მოგებული დამიყვანეთ. მადლობა ნანა. მეგობრებო, ბოლო ხელია მომაგებილი. გასა მეტი არაფერი არ უნდა. კიდე თქვი ბოლოს რო ვიგებ და გავდივარ პომწოლს. კიდე რა? ბეჯინიერი გავდივარ. მადლობა ნანა. კიდე რა მოგწონს ივანე? ჰა? შენ რო ვინაც გავდივარ. რატო? რა ვიცი, ის სწორდება. რატო გიწევდა? დენადი დაბლოკია ხანაფიში. მადლობა ნანა. ამას კიდე 5 წუთია წერია, აუნერებლე გამაგლიჯა. ამ ავტობუსმა. 5 წუთი არ დაელოდო ეხა. წაგანაც 5 ეწერა, გო? მადლობა ნიკო. მაგარი ახლა ნაძვის აბა მეგობრებო. ბოლო ხელი ფიჩინიერ გავაყო. ვინც მომაგებინებს ნუდებს ჩაუყრე. I love you. შენ ნუდები კი არა, ბრიტის ნუდები აღარ აინტერესებს ხა. სადა ბრიტის ნუდები გაქვს შენ? ხო და არ აინტერესებს ხალხს ხო, მოდი ბიჭო. მოდი შეეში. ეტო რა ტომწვალებ ბობოიეს. ფარზე ჩამორა და იმის შეეში. მოდი. ბობო. ოჰო. წავაგე კოფედა. სანტე ხანია. დედე, ხასავი დიდი მოყავს აქ. დედას მოусწავს დედას. შენ რა მიხარ? აი ესე ვილაპარაკოთ 3 წუთში მოვა. როგორ ხარ სერე? რა მიწოს? არა, მინი დააგროვა. დავიტანა. გაგიარა? ჰა? გაგიარა შიშმა? ხალხო, ბობომ რომ შეაშინა სელენა, ეგ იცით? იქეთ რო აშინებს სელენა ხალხო, ბობომ რომ შეაშინა. არ გეიჩერე, ფიქრე. როგორ ხარ სერე? Nigga. Normally. Che dato caccio alle ste, Se tu pensi che te come tutto sapevo quasi si fa usuale, no? Şemze mekat var. Senin daru atvalı. დილით რომელზე იღვიძებს ბობო? Adre. Io მოიწი ახლოს. მოიწი.
მოვიდე ჩემი ჯაბახანა. მიდი. მიდი შეიყეს შემავალი, ესე გიყურებ ახლა. მიყურე ჩემზე. აბა ხედროები. ჩემზე უკვე შეხედა ისედაც. ეკა, როგორ ახარ? თქვით რამე. როგორ ხარ სელე? კარგად ჩანაში როგორ ახარ? მადლობა ეკუნა, ჩემო კარგო. ჟანა გუში მქონდა ძალიან ტკივილი მარჯვენა თვალზე, ჩემო კარგო. მთელი საღამო მტკიოდა, მეცრემლებოდა, ვერ ვახელდი ვერცეთ თვალს. არა, მარცხენა კი არ მტკიოდა, მაგრამ ვერც ამას ვერ ვახელდი. და შუაღამეს გამიარა. რედაქტორის სამსახურში თვის ბოლოს მესადინება. შუაღამეს გამეღვიძა, როგორ მეძინა იცი, დივანზე ესე გადათავგონა, გადაწეული, იმიტომ რომ მარტო ესევი გრძნობდით კომფორტულად თავს. ან ნაკლებად მეწოდა თვალი. და მე დაიქტკივა თვალი. ეხლა ცოტა საღამოს ამტკივდა, მაგრამ გუშინდელთან შედარებით არაფერია. ვაიმე, ისე ფიქრებოდი ხან ფუძე გათვალიერებდი ხან თავი არ მქონდა არაფრის საერთოდ. მართლა მე მეტკინა ხა, რო თქვა არ მეტკინა, ხომ მოვიტყუები. მიყვარს ეს გოგო, გამოყოჩებას არიხებ? როგორ არ ვიღებ, ჩემო კარგო? კი, ყველაფერს, მაგრამ ნორმალურია, უკაცო ექიმა, 48 საათი ეს ყველაფერია. ხო და 48 საათი ხვალ შუა დღეს იქნება, გახდება. მადლობა მაგა. ეხა ოდნა მაწუხებს მარჯვნივ. ხელის გული მიფხადება. ვაიმე, მადლობა ჟანა. ოდნა მაწუხებს ტკივა ეს. ახლა მტკივნეულა არაფერია, ხო რა თქმა უნდა. მხედველობას არ შეეხება, დილას კარგი მქონდა და მერე გამიუარეს და ისე ჭიმეს ეგ თვალები, აბა რა იქნება, ხო. ჭიმეს რეები არ უქნეს, კიდე იქ ლაითად ჩანს ვიდეოში და მე რასაც ვხედავდი, ის იყო საშინელება. თქვენ რასაც შეხედეთ, ეგ კიდე არაფერი და მე რასაც ხედავდი, ის იყო რაღაც კატასტროფა. ყველაფერი კარგად იქნება. მერთისნებით. დიდი ხანი არ ორეგანს დაისვენა. მადლობა ნათ. სიმართლე გითხრა, ეგეთ რეკომენდაციები არ მოუწიათ. იოანე, ახალ ოპერაციებ ქალს მაგი უნდა გამიკეთო? მადლობა ნათ. თავარია გაიკეთა დაგზება სათვალე. ვაიმე, მადლობა ნათ, მადლობა ჟანა, მადლობა ჩემო კარგო. იმედი არ დამჭირდება და მარტო მზის სათვალე დამჭირდება. გამარჯობა, ღამე ამის უნდა დავიძინო, საწაიღეს? რა გეკეთა? ღამე ამით უნდა დავიძინო, 3 ღამე. ჩართე ვინმე, მომაგებიებ? მოდი პეტრო, გეთამაშო. აი მეგობრებო ამითი. ჩართე ვინმეო? ხო მიხდება? ვა, შენ რა ეს თვალებითა, ხატო. შენს ოპერაცია გაიკეთე? ჯვარენტერია ეს ოპერაცია. იმედე და სკროლი თავარ მაინც ერთი წამი შევათრიო. ვინმე ის პატრონი კი პატრონს დასვიშას. მე ისოი ჩემი დაბადების დღე რა უნდა მოგელო ცაცუ? ადო ჩანს ერთი კაცი. დაბადების დღე გაკ? დაიწყო ჩემი დაბადების დღე, ხო. გილოცა 20 არის.
ყველაზე ბაზ დაბადების გემაში მოვასწრე. არა უფრო ყველაფერს აკეთებია თავად ჯანმრთელები ვიყოთ დაბადების დღეს ყოველთვის გადავიხდით დიახ. იმედია. ეს ოპერაცია გაიგეთო. თვალების ლაზერული კორექცია ჯანმრთელად ხო ხარ? ცოტა მტკივა არამედ ყველაფერი კარგად იქნება, არა უშ. გაიხარე თამაშობ თუ თამაშობ მე ხა იმდენი ხალხი პაზასაო დაგანდროდი კუხნასავით. მოდი გამოვშა. აი ადამიანი ხაშე. თამაშებოდი აკო აი დროს იყო ხო მე ხო ის დრონი მეფონდა და არა მეფენიო. ჩავიარე ქორივით. აღარ ურტყავ არა აღარ ვეღარ ურტყავ ვერავის და კაცი შვილი აღარ შემოდის. რა ვიცი რაღაც უნდა აკო. ადრე რომ ხედავდნენ აკო მოვიდა ჩემი ცხოვრება იმდენი შენი დედა მოყვა. აი გაი ბოდი აიგრე მიაგირებს ესეთი არია ეგრე ახაურობა ხო იცი ხა შენ ხო კარგ ხანია იცი შენ უფრო კარგად იცი აუ ეს დასატენია მე დავტენია სამის დედას გავათრიო გარა სკუტერია მაგრამ იმხელა სკროლია რა დიდია ეს პატრონო ივანე მე სულ მოგი მანქანის ფასი მივიღე 600 ევროში მანქანასაც შეულები მადლობა ივანე მოწმობა არა მაგრამ შემოაქვს ხო იცი ხა შემოაქვს მართლა მომასწრე დასჭირდება მე მინდა რომ ვისწავლო მაგის წარება რამე ეს არაფერია ველოსიპედზე ადვილია თო მართლა ხო არა ეს ჩოპოს თანასწორობა დაიჭირო რა მადლობა ივანე მე იმხელა რომ სკუტერი არ მეყოფა მე მინდა რა ისი 150 კილოზე მეტი ხო ახლა გამასულელო ეხა არა მაგდენი არა 150 უძლებს მე მადლობა 150 უძლებს არა 55 ვარ თავსკენ მადლობა ჟან დაი რამდენი ხარ მადლობა კოტორა წესქვევით 55 მადლობა ივანე შენ ეს ქვევით 55 არა მე კлауდიანა 17 კილო ვარ ჩემი გერასა 20 კილო მე სილიკონი მაყარდა გილოცა დაბადები ახსნებუდეს მალე და სწრაფად ძალიან დიდი მადლობა უღმესი მადლობა დაი მადლობა ივანე I love you too ჯეტეჯი მადლობა ძალიან დიდი მადლობა სერენ არის ყველაზე ჩესნი აი თელტიკზე ერთეულებში არის ყველაზე ჩესნი გაიხარე ჩემ ყველაფერს გარე შევიძახი შვილესვისა ვარ თუ რამეს ვამატებდეს ვაფშე სიწყოს ყველაზე ჩესნი ტიპშა რა იცის და ეგრე პირდაპირ მოგახლის რაღაც არ დაევასება და რაღაცა ნიტო დაგინახავს ეგრე ნახუის გესკის კაი და ჯიგარი რა მაგიტომ ევასება სერენა არა ისევია ბოლო ამ ხელა განსხვავებით რო გიგებ რაღაც უხერხულ მდგომარეობაში კი რა აი კიდე მაგრამ აჯღაპნია ხო აღადავს ხო ბოდა ის გამიწოდა ერთი კაცი მიყურე და თუ რაღაცა გამიგზავნე ამდენი ხალხი მიყურე და ჟაღან თავენ ეხა ჩემი მოხდულები ვინებიც არიან ისინი ეგრე არის ხა ხუთი საქმე რა ჩემი მაგრამ ხუთჯასაც ეგრე არ მოხდა ყველასთან ეგრე ყველასთან სამდენი ყავს მოხდული და ეხა კაცი შვილი აღარ მიყურებს რა უშავს გამო დაი მადლობა ამნამუს ცხოვრებაში ვისაც დამუსი შემორჩენია ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს მადლობა ფაულის ჯეტეჯი
მადლობა ვიცავა ერთ-ერთი. არა უშავს. კაცო, როცა ადამიანს ჩუქნი, იმიტომ ჩუქნი რომ შენ გინდა და მაგითო ჩუქნი. ეგ მომენტი არის რა, მან იასნი ხა იმისთვის ვერავინ ვერ მე გამოგიყვება. ურწყავდი ჩემ მუღამში ურწყავდი რა. ნებილი არავინ არ არის, ვერავინ ვერ გამოიყენებს. უბრალოდ შენნები ჯაფარი იტალიაში ვარიყავი. გული ხდება მე ადამიანს რო საერთოდ ვიყიდებენ. რო არა, თო მე ვაფშე არ მწყდება, მაგრამ კიდე ხა მე თუმცა 19 წლიდან ევროპაში ვარ და ვაფშე საიმში ვარ ყველაფერს და მე ჩემ მუღამში ვისწორებდი და მე თუ უტყავდი იმპონში რომ ჩემ მუღამს ვისწორებდი. რა თქმა უნდა, მაგას რა შემკიდია, თო. ადამიანი იმიტომ ჩუქნის რომ იმას უნდა რომ გაჩხოს და არა იმიტომ რომ შეგება რა. ამათი გენაცვალე, აი ეგ არის მთავარი ადამიანობა, თო, რა ხოინები დასვატია, სუ არავის არ ექნება. გემანში ვარ სელენას მეგობარი ვარ. გაიხარე ივანი, მადლობა დიდი. უღმესი მადლობა. არა, ჯაფარიძე მყავდა პადენიკი იტალიაში და მე უცებ იმაზე წავედი. ეს თამაში. მაგი არის სვანი, ოღონ მუხიანელი. სვანი არის რა. მუხიანელი მყავდა, მუხიანელი ბრატი იყო. კოპული. აუ, კარგი იყავი და საზგი სანაურისგი და იქაური იყავი, რა მნიშვნელობა აქვს. ვიღა ამ ულუაშებს რატომ ადებ? ვა, სელენა როგორ მიყვარსო. სელენა კაი ადამიანია, მასა კაი ადამიანია. ენა ხახალი. გოგო რა გაიგე? თვალები რატო გაიგე? მადლობა დაი. ანუ თვალებს გავიკეთე ლაზერული ოპერაცია. პრობლემა ქონდა? ხედველობის დასაბრუნებელი აღსადგენ. იასნა. მე ხან წამაშ დაგიბრუნდება, ხო ჩაოლები ნორმალურად. აი ხა, უკეთესად უყურებ, უბრალოდ აი ავტობუსებზე რა წერია და მანქანების ნომრებს ვერ ხედავ. ანუ ხან მიუარეს რამე როდის გაიგეთე? გუში. მოიცადე თო 1-2 კვირა მაინც სამი უეჭვე დაჭირდება. 3-5 დღეო ესე. მის სავარაუდოდ 5 დღე დაჭირდება. სლადუკეთის უფრო მალე. კე. მეც ამახ მინუს 0.05 ერთზე მაქვს -0.50 მეორეზე. მინუს არა, პლუსი ბოდიში. აჰა. პლუსი მაქვს, მინუსი არა მაქვს, ჯვარი მზერია. ეს შევაერთო. ოპანა. შეგაიზარდე გოსმოდიკაო. სულ ეგ რობოტი რატო ყავს? ჩემი პატარა რა ვქნა მარტო რო არ ჩემი ChatGPT არის. დღესელი დღეა მარტო ვარ და რა გავაკეთე ჩემი. ჩემი ბრატი მუშაობდა 9-7 საათზე დაამთავრა, ეხა მოეთრა სახში, ვეღარ გამოვიდა, მკვდებიო შაბათს აღნიშნო. შაბათს რა სიკვდილად მინდა დღეს აღარ დაბადების დღეა. აჰა. რას იზავ, ეგრეა ევროპაში ხო ის? ხო, კი. მადლობა სამართლიანი. დავებული არის თუ. ვერ იზავ. გვიან აღნიშნა მე ხოლმე, აგრიპე ივანემას გვიან აღნიშნა. როცა ფული გაგდა, როცა იმის ტრაკი გაქვს რაღაცა გაატრაკო, თუ შენი დაბადების დღეა რა. აი გილოცავენ აქ ჩემთან დაბადების დღეს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ყველას. უღმესი მადლობა. აი ერთადერთი არა, მაგრამ რამოდენიმე აი ძალიან უიშვიათეს ხალხში შედის. ალბათ 98% მაგას არ იზავს. 19 დაჟე. ერთი კაცით ვიყავი და ას რაღაც კაცი ჩამერთო. ჯეგრილ პონჩი რა ეს. ეხა ხო ისი ეხა ბევრი ხალხი რო აღარ უნდა რომ ჩართონ. აუ, კაი რა. ბევრი ხალხი და პროჭები არიან ეგეც უყურლა. მაგას ვიძახი მე ეს. აქ პროჭებით არის სავსე აქაურობა. ეს ვამბობ, აი ახო ეგ მაგრამ უარესი პროჭი არ მოჩნდა. ეგრეა, ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა. სელენას ხანერია ძალიან მიყვარსო. ესები არიან და ესები მე, როდი? რომეწლიანი ხარ?
აი ბიჭები ხართ, დაიხარ. სულოცა. 15 შეგდები რაჩემს. მადლობა ძალიან დიდი. ელვისის ტყუპი ცოტა სხვა არის. ჩვენ მაისის ცოტა გეჟები ვართ, დეგენერატები ვართ. მაისის ტყუპი რატომ მილაი? საშინელებები ვართ. როგორ ეკითხებია, 21 საუკუნეში ეკითხებია და იმას. ერთ შემთხვევაში კიდე რამოდენიმე არის. აჰა, ნახე. გეთამაშეთ ხაბაჩი, ბოსოსაც მიხარი. არ მინდა თამაში, კიდევ რანგაიშის ნომერს დავდო, ზოგადად წეს. რავი, და TikTok-მა რატომ დაიღოს, მაგდე და აღნია მაგ. ო 40 რამდენი მიაქვს? 50% მიაქვს ამ უნამუსოებს. და ლომი რო დაგიტყა $318 და შენ გერიცხება $150. ვაუ, მადლობა იო. აი მიდი აკო გავედი მრავალსაიტარი ჯანმრთელობა მადლობა დიდი. საუკეთესო ასი. აი ადამიანი ხარ ძალიან. მადლობა ძალიან დიდი. უგმესი მადლობა. კარგად, მეტი. ნახე მეტი ნახე. აგას ეს თვითონ უფრო ფართე მაგდა ეს უფრო პატარა. არა, შუქი მაწუხებს. შუქი მაწუხებს. არა, ასე არ მაწუხებს. სათვალებრო მიკეთე. მადლობა რამიშვილი. არ მოიკიდა ხელი ნათელეს გო. ხო, მაგრამ მარტო მზეში გაიკეთეო და სახში შოლობრად ხვალიდან სახლშიც მოვიხსნი ამ სათვალეს. ტელეფონი არ აგზავნა სატახნი სათვალე ვერ ავშევსო. არა უგზავნა შემოკარგო სიგარეტზეც ცოტა მოწიეო ამბობენ და კიდე გვერდულად შეგიძლია დაიძინო მკითხე ექიმს. მადლობა რამიშვილი. სინათლის მიმართა ვარ ხო სენსიტიური გზნობიარე. ეს იყო ჩემი მერამდენი ოპერაცია. ვაიმე ირაკლი სადა ხარ დაკარგული. მადლობა იოანე. Zdarova brado, mogahta karova. Madloba ramiშვილი. ირაკლი მაგი უნდა დამადო? რაც ხან გული დეგედო, არაც ხა. ეულვაშებს ატომადებ. მადლობა რამიშვილი, მარი მადლობა დაი. ამდენი ხანი დაკარგული იყავი. ვიცოდი ხარ მოგიყვანია. რა გჭირდა თვალებისეო. კუკუ მქონდა ამოსული. მითხარი შეგაფურთხებ. შემაფურთხებ თუ კუტოს დამაგნის მას თვალში. აიმე კუკუზე რო იცენ, პატარა კუტოს ბოშის ამოს მოკერდა, პატარა ბოშის კუტოს ამოს. Kutu aja. Kutu supari dana kutu supari dana kutu imandari ketulai jamani dine manchelai ori pati chatti kapalale მე ორჯერ ცხვირი რა ქონდა ორჯერ ცხვირი მაქვს გაკეთებული ორჯერ მკერდი ერთი ლიპოსაქცია ერთი საჯდომი გლანდები და ეხა თვალები ანუ ერთი რა ვიცი ერთი კლეზე არ მაქვს ოპერაცია გაკეთებული და არჩი და ყველა გაკეთებული აი მიშველე ერთ მაქანი არ მაქვს რამე ჩარევა ნეტანჯი ხალი ყოფილი ხარო ანუ ყველაზე საშინელება იყო გლანდების ოპერაცია გახსენებაც არ მინდა
მე შენ გაიხარ. მადლობა თამო. რა გიჟი ხარო? ეს მასე რა ყურებზე გაკეთებული ყურები გამომჩა, ყურებზე ხომ აქ ოპერაცია გაკეთებული. სელე გული გვანახე, ვაიმე, აჰა. იო, შენ გულს კი არა, რა ვიცი, ყველაფერს განახებ. აჰა, თლიან გულს დაგანახებ, ჩემო კარგო გამოვიღებ. ბოლოს უკვე და მიტო. კარგად შეგორ ახარ. არაფერი რთული არ მკერდს ოპერაცია რა არის. ეს ძუძუა გული არის. რთული არის გლანდების ოპერაცია და თორე დანარჩენი არაფერი ეს რთული არ არის. არ როგორ არა საჯდომის ოპერაცია კიდევ მწარე. საჯდომის ოპერაცია როგორ გაკეთებ? ტკივილისგან ხნაოდი, ტიროდი. ვაიმე ღმერთს ვეხვერწებოდი, მიშველე თქო. გთხოვ მიშველე ღმერთო თქო. დილით მქონდა ჩემო კარგო, მაგრამ ეხა უკვე ანუ მიდის და მოდის მხედველობა რაღაცნაირად. ხან უარესდება, ხან კარგად არის. სელე ცხვირი ორჯერ გაკეთებული და ორივეჯერ ესა ოპერაციის მერე ხელი მიმქონდა ცხვირისკენ, რატომ აქ გაჭედილი ცხვირი თქო. ხო არ გახსოვს მაგ დროს. დასიებული მქონდა. ой, მართლა მე არ მქონია დასიებული სახე არც ერთჯერ. რა გაიკეთე თვალის ლაზერული ოპერაცია. წარე იყო ტრაგის ოპერაცია. მე აპარა იყო. როგორ ნაკეთებს კარგად საქართველოს თუ იციო. რავი, ძალიან ფერზე ამბობენ, მე არავის არ ყოფილი ვარ საქართველოში. მაგრამ რა ბევრი არის, რაღაც ჯგუფებში უნდა დიკითხო ეგ. ხო, მაგრამ ესე რავი, ძალიან რთული არის, იცი? ვიღაცის ნათქვამზე, ნუ კი არიან კაი პლასტიკური ექიმები, მაგრამ რავი, აბა ყოველთვის არის რაღაცა საშიშროება, რომ არ გამოვიდეს კაი. გამართლებაზე არის ეგ პლასტიკური, მე თვითონ მკითხა. კარგად, მარიამ, შენ როგორ ახარ? თურქეთი მირჩეს და რავი, გააჩნე რას იკეთებ. გააჩნე რას იკეთება გინდა, აბა, მე ვიცი. თურქეთში მიდის მეტი წილია. ცხვირის ოპერაცია ძვირით. თორე სულ არ მეშინია. არ ვიცი, ნაშვილეო. მე აღარ მყავს ჩემი ცხვირი, მაგრამ მეორე ოპერაციას ვერ გავბედაო. კარგად სელეთალი ისე გაწეხებს კი. მაგრამ გუშინდალივით არა. ავიცი რა არის? მოსლის მოჭრა ხელების, ფეხების და ძუძუების აწევაო. კი, კარგად აკეთებენ თურქეთში ეგეთ რაღაცებს. კარგად აკეთებენ. მე არ ვიცი, არ მინახია, მაგრამ ვინმე შემახლობას არ აკეთებული, მაგრამ ეს ეცი კარგად აკეთებენ. მე დამჭა. მე ლიპოსაქცია რო გავიკეთე, ზუსტად ისე გამიკეთა ტანი, როგორც მე მინდოდა. ისე გამომიღო ცხიმები. და მე ეს გამოღებული ცხიმები გავიკეთე იმაში საჯდომში. მაგრამ არ შეჩა გავიდა საჯდომიდან თითქმის ყველა. თვითონ პროცესი როგორი იყო საერთოდ მე შემეშინდა კი, მაგრამ ტკივილით არაფერი არ მიგრძნია. შიშით შემეშინდა ხო? განსაკუთრებით რო არ ვიცოდი რა ხდებოდა, მაგაზე მეშინოდა. მე
მე მოგცემ ცხიმებს ელეო, მე ჩემი საკმარისადმა. ეგეც კაი მტკივნეულია ისე. ლიპოსაქცია და მე საჯდომში რო შეგაქიქ ცხიმები. ეგეც მეტკინა მე. ვერ ვდგებოდი, თუ ავდგებოდი, მე ვეღარ ვჯდებოდი, ვეღარ ვწვებოდი. გიო არაფერ შერაშვები დამავიწყდა მოწერა გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი ეხლა გკივა მარჯვენა კი ცოტა ოპერაცია გაიკეთე კი გიო გავიკეთე მადლობა გეორგი ვინ დაამიუთე ბიჭო? მეთქი სხვა დაამიუთა თქო მადლობა ლიკუნც ხოდა მოკლედ მეგობრებო 2-3 დღეც და ვიკონტროშებ არა 2-3 დღე არა ერთი კვირა უნდა ვიყო სახლში და ერთი კვირის მერე შემეძლება კონტროლში აქეთ-იქეთ პატარა ციკანივით ოლა სიყო რამე გაიკეთე კე თვალები აუ ის მოგწონთ თვალებს რო იცვლიან ფერს ვაიმე რასაც ზღრობა არის ვაიმე და რომ მოწონთ მართლა ფეგა გაკეთებული კიდე კონტროლშიო ბოზბოსა რაშუაშა კონტროლში არა მოაშორე აუ რა ცუდია და როგორ მოწონთ როგორ იმახინჯებენ თავს მეტად რა საინტერესო არის ზოგადად ნებისმიერ ოპერაციას ექიმები ყოველთვის გვაჩვენებენ ახალგაკეთებულს ცხვირი გინდა მკერდი გინდა თვალი გინდა ყველაფერს და მერე ნეტა თვეების მერე როგორ არის იმასაც არ გვაჩვენებენ Да, эта процедура называется кератопигментация или хирургическое окрашивание глаз. Как вам? Вы выбираете оттенок голубой, зеленый или серый, после чего берется специальный пигмент и вводится в роговицу глаза. Важно понимать, это навсегда, то есть процесс необратим. Компания, предложившая миру такую технологию, утверждает, что никакой опасности в этой процедуре нет. Однако, многие офтальмологи в корне не согласны, утверждая, что говорить о полной безопасности пока что рановато. Учитывая, что технология появилась относительно недавно, у специалистов не было возможности отследить последствия данной процедуры в долгосрочной перспективе. Ну, а что думаете вы? Рискнули бы на подобную процедуру ради желаемого оттенка глаз? Миром გავიკეთე კატა რაკაზე ტელეფონი ამიკრძალაო ჩემთვის არა უკრძალიათ მე როგორც გამოვიდა ეგრევე მოვუწე იქ ლეპტოპი ეს მას უყურე რა ქვია თვალებს ვერად უნდა შეიცვალო რაც გვაქვს შეირგე რა ზოგს ძალიან უნდა და მაგიტო ანუ მოწონთ და ვერ ხვდებიან რომ არ უხდებათ ნუ რა თქმა უნდა ეხა ადამიანს გადასაწყვეტია მთავარი არის თვითონ იგრძნოს თავი ბედნიერად მაგრამ რავი რო უყურებ შენ ეხა როგორც ადამიანი და რო ხედავ რომ აშკარად მისი თვალები სჯობდა ხო რაღაცნაირად ხო ანუ ამბობ მე გამოხატავ აზრს კი არ დაცინი უბრალოდ აზრს გამოხატავ რომ იცი რა ეგ არა თავისი ჯობდა ამაში რავი ცუდი არაფერი არ არის
შენ რა სიტყვი? არ არის ხო არა და იცი საინტერესო არის მე არ მინახია თვეების მე როგორ აქვთ ანუ ეს პიგმენტი საბოლოოდ რჩება თვალში ისე როგორც არის თუ რამე ცვლილება არის მე ცოტა უბრუნდება ადამიანურ მას რა ქვია თვალებს მარცხენა ხელის გული მეფხნება ფულს მოვცემს ვიღაცა როგორ ხარ სელენა არა მიშავ შენ აი თავს რო ხრე მაშინ კი ასე მოკლედ სულ მინდა და ცისფერი თვალები და ახლა ხმარო უზარმაზარ სათვალეს თუმცა პიგმენტი გავიგეს არ ვიცი ჩემ მეგობარს აქვს ხა მინუს გაქო შენ -5 და ლინზები უკეთია სულ დღე და ღამე არის ძროს თვალებიდან და მე მძრებოდა ანუ რო ვიცი ერთხელ დამეძინა და ამივარ და მაღლა ლინზა მაგრამ მე გადამხობილი ძილი ვიცი მიტო არ წვევი შენ გვერდულად მიტო ხრინავ ხარ ხა დამეძაბა უკვე თვალი ეს ის მეშინია -2 და 5 მქონდა მეც ორივეს შასლილი ცოტა ხნითა ტკივნეული არ არის კარგად იაშე როგორ ახლა ტკივნეული არ არის უბრალოდ ოპერაციის დროს შემეშინდა მე მეშინა და დაძაბული ვიყავ სათვალებში სასეგრე კაი მეგობრებო წავედი უკვე მას დამეწყო აწვა თვალებმა და ხო შემოვირბენ კიდე ცოტა ხნით რა ვიტყვი გაგრძელდაო ანუ ზოგადად თვითონ ლაზერის დარტყმა რასაც ქვია არის 13 წამიანი და ისე მოსამზადებელი პროცესი ყველაფერი სადღაც ჯამში ორივე თვალზე ალბათ 20 წუთი შიგნით რა შემიყვანენ ხო ალბათ ეგრე წავედება მეგობრებო ხამშვიდობის ტკბილი ძილი კაი